ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის მენეჯერებმა დაჭამეს ერთმანეთის სოციალურ ქსელებში. ჯასტინ გეიჯის მენეჯერი ის კაცია, უმარ ნურმაგამედოვის მენეჯერი რო არის და უსმან ნურმაგამედოვის მენეჯერი და ამ მაგამედოვის მენეჯერი რო არის ყოფილი ტერორისტი რო არის, რომელიც ამერიკამ დაავერბოვა აბდელაზიზი. ხო და ამათ შორის არის ძალიან სერიოზული კამათი. მოკლედ ძალიან საინტერესო გადაცემა იქნება, აქ იქნება მერაბ დვალიშვილის პასუხი უმარ ნურმაგამედოს, რომელიც არისვენებს, ამას ყველაფერს მოგიყვებით, იქამდე კი შეგახსენებთ, რომ ამ გადაცემის გენერალური სპონსორი არის კომპანია გლობალი, ის კომპანია, რომელიც თქვენ ჩამოგიყვანთ მაქანას და თუ თქვენ გამოიყენებთ ჩემ პრომოკოდს WASIL 300, აი ფასდაკლება გექნებათ $300 ტრანსპორტირებაში. ჩვენ კიდევ ვიწყებთ. მას შემდეგ, რაც უსმან ნურმაგამედოვმა PFL-ში თავისი კამარი წარმატებით დაიცვა, მისი კონტრაქტი ორგანიზაციასთან ოფიციალურად ამოიწურა. ახლა მისი UFC-ში ხმაურიანი გადასვლის ალბათობა ძალიან დიდია. უსმანმა უკვე დაიწყო აქტივობა და თამამად აცხადებს, რომ მზათა UFC-ში აბსოლუტურად ყველა გაანადგუროს ილია თოფურიასა და სხვა ვარსკვლავების ჩაკლით. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ჯეიკ პოლმა თავისი კომპანიით PFL-ი შეისყიდა და სერიოზულად აქვს განზრახული, რომ მსოფლიო ბაზარზე UFC-ს კონკურენცია გაუწიოს. რა თქმა უნდა, მის პირად ინტერესებში შედის, რომ ნურმაგამედოვი გალიაში ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს. განახლებული ორგანიზაციიდან ასეთი დომინანტი ჩემპიონის გაშვება უდიდესი შეცდომა იქნებოდა. ამიტომ ჯეიკი უსმანს სავარაუდოდ კოლოსალურ თანხას შესთავაზებს. თუმცა როგორც ხედავთ, თავად მებრძოლი და მისი მენეჯერი მტკიცედ არიან ორიენტირებულნი სწორედ UFC-ს ოქტაგონზე. და თუ ჰაბიბის გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უსმანი მსოფლიოს მთავარ ლიგაში მოახვედრონ, ჯეიკ პოლი ამას დიდი ალბათობით ხელს ვერ შეუშლის. სულ რაღაცა რამოდენიმე დღის წინ პოლი თავად ჰაბიბის შეტყუებასაც ცდილობდა თავის ახალ პროექტში და PFL-ისა და MVP-ს ეგიდით კონორ მაგრეგორთან რევანშისთვის ზღაპრულ ჰონორარს თავაზობდა. მაგრამ თქვენ თვითონაც დაინახეთ ჰაბიბის მზერა ამ შეთავაზების საპასუხოდ. ფული მისთვის უკვე დიდი ხანი აღარაფერს წყვეტს. ის უბრალოდ პოლს უსმენდა და თავს უკნევდა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ჰაბიბი დედასთან მიცემულ სიტყვას გატეხს. უსმანის მენეჯერი ალი აბდელაზიზი აბსოლუტურად დარწმუნებულია. მისი კლიენტი უსმანი კარიერას UFC-ში გააგრძელებს და გზად ყველას წალეკავს. მოდით მოусმინოთ მის ბოლოდროინდელ ინტერვიუს, რის შემდეგაც ილია თოფურიას მენეჯერმა ძალიან მკაცრი პასუხი ჩაწერა. უსმან ნურმაგამედოვი თავის ბრძოლებში 7 ნიშნად თანხებს გამოიმუშავებს. ის ბელატორის და PFL-ის ისტორიაში უდიდესი მებრძოლია და ამ ორგანიზაციებში მისნაირ ფულს არავინ იღებს. უსმანს ტიტულის უკვე 7 დაცვა აქვს. თუ ის UFC-ში გადავა, მინდა რომ მისი პირველი მეტოქე ილია თოფურია იყოს. ამ ბიჭთან ძველი კონფლიქტი გვაქვს. ილიამ თავად მოახდინა ამის პროვოცირება, დაიწყო მთელი ეს აურზაური, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო. მას უბრალოდ ბენზინი გაუთავდა. ის ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს და ისეთ დაპირებებს იძლევა, რომლებზეც პასუხისგება არ შეუძლია. ასე რომ თუ მოგისურვებ, ამ ბრძოლის ორგანიზება შემიძლია. ყველას ვეუბნებოდი, რომ ჯასტინ გეიჯი ილიას შეაჩერებდა და მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ სულელი ვიყავი და MMA-ში არაფერი გამეგებოდა. მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, მე მებრძოლებში კარგად ვერკვევი და მშვენივრად მესმის, რას ნიშნავს ნამდვილი ჩხუბი. ამიტომ მომისმინეთ, უსმანს მარტივად შეუძლია დენ ჰუკერის ნოკაუტში ჩაგდებ. ედი პიმბლეტი ძალიან მიყვარს, მაგარ ბიჭად მიმაჩნია, მაგრამ უსმანი მას 2 რაუნდზე ნაკლებ დროში დააფინიშებს. ზუსტად ასევე გაანადგურებს თოფურიასაც, ფეხის დარტყმით უპრობლემოდ გაუშვებს ღრმა ნოკაუტში. რეალურად ერთადერთი, ვისაც შეუძლია უსმანს ნამდვილი კონკურენცია გაუწიოს, ეს არის არმან წარუკიანი. ჩარლზ ოლივერას უსმანის საერთოდ შეფერხების გარეშე გაივლის. რისი დაპირისპირება შეუძლია ოლივერას მისთვის? დგომში ჩხუბი? არა მგონია. პარტერში ჭიდაობა? არც ეგ. და კიდევ ის აუცილებლად გაანადგურებს მაქს ჰოლოუეის, უბრალოდ გადაულის მას. მაქსი მიყვარს უზომოდ დიდ პატივსცემს, მაგრამ მას ჭიდაობა არ შეუძლია. უსმანი კი ერთნაირად საშიშია როგორც მიწაზე, ასევე დგომში. დიახ, მაქსი ხელებით ბრწყინვალედ მუშაობს, მაგრამ თუ ზოგადად შერეულ ორთა ბრძოლებზე ვსაუბრობთ, უსმანი სრულიად სხვა დონეზეა. გავიმეორებ, მისთვის ერთადერთი რეალური კონკურენტი არმანია. და იცით კიდევ რას გეტყვით? 2 კვირის წინ ჯასტინ გეიჯი დონალდ ტრამპმა მიიწვია. მე მასთან ერთად წავედი და იქ 3 საათი გავატარე. ის თუ როგორ ესაუბრებოდა შეერთებული შტატის პრეზიდენტი ჯასტინს, უბრალოდ მაოცებდა. ის გულწრფელად აქტუალებული იყო, მისით უდიდეს პატივისცემას გამოხატავდა. ვფიქრობ, ტრამპს სოფლიოში ყველაზე მეტად მხოლოდ 2 მებრძოლი უყვარს, ჯასტინ გეიჯი და ჰაბიბ ნურმაგამედოვი. ის ჰაბიბის უდიდესი ფანია. მე ვკითხე, რატომ მოგწონს ჰაბიბი ასე ძალიან? მან კი მიპასუხა, მე ის ჩემ წიგნშიც კი შევიყვანეო. ასე რომ ჯასტინ გეიჯი უკვე შევიდა ისტორიაში
ისტორიაში გახსოვთ რა გააკეთა მან თეთრ სახში? მან შეიძლება ითქვას გადაარჩინა მთელი ამერიკა. ამას სხვა ვერავინ შეძლებდა. თქვენ წარმოიდგინეთ ბიჭის საქართველოდან და ესპანეთიდან სემს ამერიკელს პირდაპირ თეთრი სახლის წინ. ეს ხომ ნამდვილი ეროვნული კატასტროფა იქნებოდა, ხო და მეტანხმებით? Mama, shut your mouth, mate. აბა მოდით ახლა MMS თემას დაუბრუნდეთ, არა? ჩემი ბოლო პოსტი თუ ნახეთ, აბდელაზიზი თავის ორ კლიენტთან ერთად ზის, ხომ ასეა? და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მათგანი უსმანია და მის მომავალ მეტოქეს განიხილავენ. და იქ იწყება, ოხ კი, ის იმას სემს, ამას სემს, ამას იზავს, იმას იზავს. შეახვარო, მოკეტე შენი დედაც. ილია ტოპურია შენი როსტერის 100% მიტასთან გაასწორებს. გეიჯის მეორეჯერ რო შეხვდება, დალეწავს, სემით მოკლავს შესირო. ყველამ ვიცით, რომ ილია უკეთესი არის, უბრალოდ ცუდი საღამო ქონდა. მა ბიჭმა კარგად იჩხუბა გილოცავ. ეხლა კი შეცდირო შეეშვი რაღაცა სირობების განხილვას, ნამდვილ კლონს გევხარ. ილია ტოპურია ჩემთვის ყველა ურჩება მსოფლიოში ნომერ პირველ მებრძოლად. პირდებით, გეპიცებით, როცა ის დაბრუნდება, დაინახავთ რაც მოხდება. პედი პიმბლეტი იქნება ისლამი, უსმანი თუ ეგ შენი გეიჯი. საერთოდ სულ ფეხებზე მკიდია ვინ იქნება და როდის, გასაგებია? აი რა მოხდება რეალურად. ილია გაჩვენებთ თქვენ ნამდვილ მასტერკლასს. მაგრამ შენ მან ზიხარ, როგორც აგენტი შენივე კლიენტების პოდკასტზე და ამბობ, ოხ კი, სინამდვილეში ილია ამ ბიჭთან წააგებსო. თუმცა რეალურად კამერების მიღმა საერთოდ არ გინდა რომ ეს ბრძოლა შედგეს. სიტუაცია მენეჯერებსა და მებრძოლებს შორის უკიდურესად იზაბება. იმის გათვალისწინებით, რომ არმან სარუკიანი ჩარლზ ოლივერასთან ბრძოლის მიღებას ვერაფრით ახერხებს, დარწმუნებული ვარ, UFC-ს ხელმძღვანელობა კულისებში აშკარად რაღაცას გეგმავს. ახლა მოვლენების განვითარების რამოდენიმე ვარიანტი იკვეთება. პირველი, ყველაზე ლოგიკური და დამსახურებული, ეს ილია ტოპურიასა და ჯასტინ გეიჯის ხმაურიანი რევანშია. მეორე სცენარი, UFC უბრალოდ იცდის, თუ მაურისიო რუფი არმანის დამარცხებას შეძლებს, მას მაშინვე მისცემენ სატიტულო შანსს ჯასტინის წინააღმდეგ. მაგრამ თუ თავად სარუკიანი მოიგებს, ბოსებმა შეიძლება პირდაპირ იმავე დღეს დაანონსონ გეიჯისა და ოლივერას რევანში. თუ ისინი ასეთ ანონსს გააკეთებენ, მაშინ არმანის სატიტულო ბრძოლის მიღმა ისევ რჩება. ყველამ ვიცით, რომ UFC-ში სარუკიანი დიდად არ უყვართ, ამიტომ მათი მხრიდან ასეთი ეშმაკური სვლა აბსოლუტურად რეალურია. რჩება რა თქმა უნდა მესამე ვარიანტიც, რომლის დროსაც არმან სარუკიანი დამაჯერებლად ამარცხებს რუფის და ბოლოს იღებს ქამრისთვის თავის კანონიერ ბრძოლას. მაგრამ მოდით სიმართლეს თვალებში შევხედოთ, ასეთი სამართლიანი შედეგის შანსი ძალიან მცირეა. ასევე ბოლო დროს ქართველი მებრძოლების მიმართ ძალიან დიდი ჰეითი მოდის. მაგალითად იმ ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ, როცა მერაბ დვალიშვილმა დაღესტნელ მებრძოლს პირდაპირ საქართველოში გამართულ პრესკონფერენციაზე დაარტყა, კონფლიქტში მაშინვე ჩაერთო უმარ ნურმაგომედოვი. მოდით მოусმინოთ მის ბოლოდროინდელ ინტერვიუს. არ მინახია საქართველოში მომხდარ ბოლო სიტუაციაზე რამე კომენტარი გაგეკეთებინოს. შენი მეგობარი მერაბთან კითხვის დასასმელად მივიდა და ამ ინციდენტის შემდეგ დვალიშვილის მისამართით უამრავი კრიტიკა წამოვიდა. რა სიტყვი ამაზე? მას მოუწევს ამასთან ერთად ცხოვრება. აი მაგალითად შეგიძლიათ წარმოიდგინო ასეთი სურათი დაღესტანში რომელიმე ქართველი რომ მომიახლოვდეს და მთხოვოს მერაბს ეხებიო. მე კი პასუხად ჩემს ენაზე გინება დავწყო. ასეთი რამ უბრალოდ არ მოხდება. მას როგორც კაცს მოუწევს ამასთან ერთად ცხოვრება. და ის ხალხიც ვინც ახლა მას იცავს, ესე იგი თქვენს რაღაცა ვერ გაქვთ რიგზე. არასწორ საქციელს არასწორი უნდა დაერქვას, მიუხედავად იმისა თუ ვინ ჩაიდინა ესა. ახმედი უბრალოდ მივიდა მასთან და კითხა, რატომ ლაპარაკობა ადამიანზე რომელიც აქ არ არისო. ეს უთხრა მშვიდად ყოველგვარი შეურაცხყოფების გარეშე. მან მხოლოდ შესთავაზა, უთხარი ეგ პირში უმარს, აქ რატო იგინდებიო. როგორც თავად ახმედი ამბობს, როცა ის მივიდა მერაბთან, საერთოდ არანაირ დაძაბულობა არ ყოფილა, მაგრამ როგორც კი ირგვლივ სხვა ქართველები შეიკრიბნენ, მერაბამ უცებ თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძო, ხო ხტები? ეხლა კი მოდით მოусმინოთ მერაბ დვალიშვილის ბოლოდროინდელ ვიდეო მიმართვას. უმარი და ვიღაც ტიპები ისევ აგრძელებენ ჩემზე სისულელეების ლაპარაკს. თქვენ ბიჭებო ალბათ არაფერი იცით ცხოვრებაზე, მაგრამ მე კაცი ვარ და თუ ვინმე მომიახლოვდება, გამაჩერებს, უპატივცემლობას გამოიჩენს, ან სხვა ენაზე ხმამაღლად ლაპარაკს დაიწყებს, სილას შემოვარტყავ, რადგან ასეთი ადამიანი ვარ, ასე გავიზარდე, ეს ჩემმა კულტურამ მომცა და ზუსტად ამას მიიღებ. ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა. მექსიკაში ვიქნები, ავსტრალიაში თუ ჩემ სამშობლოში, საქართველოში. თუ ცუდი განზრახვით მოხვალ, სანაცვლოდ ცუდ განზრახვას მიიღებ. ამ ინციდენტის შემდეგ დიახ, რა თქმა უნდა, მივხვდი რომ საქართველოში ვიყავი და განსაკუთრებულად მაშინ გავიაზრე ეს, როდესაც ყველა მოზარდნა თბილისელმა ქართველმა ბიჭმა ჩხუბი მოინდომა, ჩემმა ყველა მეგობარმა ჩხუბი მოინდომა და ყოველივე ეს შეიძლება ძალიან ცუდად დასრულებულიყო სხვა ქვეყნიდან ჩამოსული 200 სტუმრის გამო. ჩვენ 3-4 მილიონი ვართ ჩვენს ქვეყანაში, მაშინაც კი თუ 50,000 ბიჭი გამოვა ქუჩაში, წარმომით
წარმოუდგენია რა შეიძლება მოხდეს. სწორედ ამიტომ ვიპოვე ის კაცი, ვისთანაც ინციდენტი მომიხდა ხელი, ჩამოვართვით ერთმანეთს და ყველაფერი დასრულდა და ჩვენ ყველაფერი მოვაგვარეთ. მაგრამ თქვენ, წვრილმანო ადამიანებო, აგრძელებთ ჭორაობას, ახლა პროვოცირებას ცდილობთ და სისულელეებს ბოდიალობთ. თქვენ იქ არ ყოფილხართ, არ იცით რა მოხდა. ასე რომ შეწყვიტეთ ეს სისულელეები, შეწყვიტეთ ეს უაზრო ჭორაობა, თქვენ ნულები ხართ და ცხოვრება უნდა ისწავლოთ. მშვიდობა ყველას, წავედით, ცხოვრება მშვენიერია. იმედი მაქვს პეცკა კონტრაქტს მოაწერს ხელს. UFC-სგან განცხადებას ველი, ვცდილობ გავარკვიო, როდის მოაწერს იანი კონტრაქტს ხელს. ორგანიზაციამ უკვე იცის, რომ მე გაზაფხულიდანვე მზად ვიყავი ჩხუბისთვის და იმედი მაქვს ჩვენი ეს მესამე ბრძოლა მალე შედგება, მაგრამ თუ დააგვიანდება, მოთმინებით დაველოდები. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა, კარგად იყავით. და ბოლოს, ტურნირი UFC 330, რომელიც კვირას 16 აგვისტოს თბილისის დროით ღამის 3 საათიდან დაიწყება. რა თქმა უნდა, აქ უამრავი საინტერესო ბრძოლა იქნება და აუცილებლად გავაკეთებ ამ ივენთის მაქსიმალურ სწრაფ მიმოხილვას. მაგრამ უკვე ახლავე შეიძლება მთავარის გამოყოფა. ტურნირზე ერთბაშად 2 სატიტულო ბრძოლა გაიმართება. პირველი დაპირისპირება იქნება ქალებს შორის. მოქმედი ჩემპიონი მაკკენზი დორნი დივიზიონის მეხუთე ნომერს ჯილიან რობერტსონს შეხვდება. ეს იქნება კანადისა და ბრაზილიის დაპირისპირება. ორივე გოგონა მაღალი კლასის გრეპლერია. კანადელ სპორტსმენს კი საბმიშენების რეკორდიც აქვს მოხსნილი. რაც შეეხება საღამოს მთავარ ბრძოლას, აქ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ისლამ მახაჩევი და იან მაჩადო გერი. პრესკონფერენცია უკვე წარსულშია, ყველაფერმა საკმაოდ შვიდად ჩაიარა. ისლამ მახაჩევი დარწმუნებულია ირლანდიელთა გამარჯვებაში და განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას არ აპირებს, მას შემდეგ რაც ანდერსონ სილვას რეკორდს მოხსნის. შეგახსენებთ, თუ ისლამი მოიგებს, ეს მისი ზედიზედ მე-17 გამარჯვება იქნება UFC-ში. აბსოლუტური რეკორდი. მახაჩევმა აღნიშნა, რომ გააგრძელებს გამოსვლებს და აპირებს სერია 20 გამარჯვებამდე მიიყვანოს, რათა ეს რეკორდი სრულიად ხელშეუხებელი გახდეს. თავის მხრივ იენგერიც დარწმუნებულია თავის გამარჯვებაში. ის ამტკიცებს, რომ მხოლოდ იმას ელოდება, როდის დაიწყებს ისლამ მახაჩევი ჭიდაობას, რადგან მახაჩევისთვის სპეციალური სიურპრიზები აქვს მომზადებული. ასევე ქართველ ჟურნალისტთან ბოლოდროინდელ ინტერვიუში მებრძოლმა საქართველოს თემასაც შეეხო. მოდით მოусმინოთ იენგერის. შენ ამდენიმე დღე საქართველოში გაატარე და აგრეთვე ისპარინგე ამირან გოგოლაძესთან, რომელიც ოქტომბერში ოქტაგონ MMA-ის ქამრისთვის იბრძვის. დიახ. როგორი იყო შენთვის ეს გამოცდილება? გასაოცარი. ამირანი ბრწყინვალე მებრძოლია და ძალიან დამეხმარა ამ ბანაკის დასაწყისში. დიდებული იყო საქართველოში ვარჯიში, სადაც მაღალი, ელიტური დონის გრეპლერებსა და მოჭიდავებს შეხვდი, რაც დამეხმარა იმაში, რომ ბანაკი სწორად დამეწყო. გავიგე როგორია ასეთი ჭიდაობა. რის გამოც საქართველოსი ძალიან მადლიერი ვარ. ამ სოფლიოს ჩემპიონის ქამარ საქართველოში მადლიერების ნიშნად აუცილებლად ჩამოვიდა. ძალიან მაგარი იქნება. ვალდებული ვარ ასე მოვიქცე, რადგან მათ გამოხატეს სურვილი დამხმარებოდნენ და მეც ვალდებული ვარ მადლიერების ნიშნად ასე მოვიქცე. რა იქნება ის ერთი გზავნილი, რომელსაც კომაგებს მიაწვდი? რა მოხდება შაბათს ღამით? შაბათს ღამით ყველა, ვინც პენსილვანიის ქალაქ ფილადელფიაში გასამართ UFC 330-ზე გადმორთავს, იხილავს ერთმანეთის პირისპირ გამოსულ საუკეთესოთა შორის მყოფ შერეული ორთაბრძოლების ორ წარმომადგენელს, რომელთაგან მხოლოდ ერთი დატოვებს ოქტაგონს ქვესაშუალო წონის მსოფლიო ჩემპიონის რანგში. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს ბრძოლა მოვიგო. ქამარი გავიკეთო და დავამტკიცო, რომ იან მაჩადო გარი ამ მომენტში პლანეტის უდიდესი მებრძოლია.